სიმძლავრის გასაზრდელი. ეს არის რა ქვია, წოლჭიმი თუ ჟიმლოჟა. ეს არის წაგა, რომელიც არის იატაკიდან იღებ და ესე სწორდები, ეგა და მესამე არის ჩაჯდომა. სკვოტი. აი ეს სამი არის ის სამივე მაქვს თელი სხეულის ამბავში. დავიწყოთ, ხო? დაშვებული მაგის სამი. ოკეი, თავი. მოგესალმებით. სალამი. დღეს ხუთშაბათია და ჩვენი ტრადიციული სტუმრითა ვართ წარმოდგენილი ნიკო ნერგაძეს სტუდიაში. ნიკო შერეხეშვილი. ქორიძე. კინაღამ გადა. ნიკო გამოიყურებით ძალიან ფრეშ. გავიპარსე დღეს. თავი გავიპარსე და ეს ბზთი გავიკეთე. ზოგადად იგრძნობა ახალი ენერგიების შემოსვლა. რაღაც მეორეს უნდა გახსნას გრძნობ რამე. და რაღაც ისეთი ხო არ რაღაც საიდანღაც ხო არ იღებ ამ ენერგიას რამე ან მუსიკალური ჯგუფებიდან, ან ფილმებიდან, ან სერიალებიდან, რამე ხელოვნებიდან. დასწებამდე ჯიმი მითხრა რომ თავიდან პლურიბუსზე ხო არ ვილაპარაკოთ ახალ სერიალზე და შემდეგ აი ესე მაღალ დონეზე ოსტატურად აბა ფეხბურთიდან ვერ მივიღებ რომ ჩემ სტრატეგიებს ნუ ამხელ ნიკო ფეხბურთიდან ვერ მივიღებ და პლურიბუსის ყურება დავიწყე ორი სერია მაქვს ნანახი მესამე არ მინახავს და მეოთხე თქვი რომ დღეს დაიდებაო ხო ვისაც არ გინახავთ არის ვინს გილიგანის ახალი სერიალი ვინს გილიგანი არის ავტორი Breaking Bad-ის Better Call Saul-ის და თავიდან X-Files აჰა X-Files ეს უფრო X-Files-ის სულისკვეთება ჩანს ჯერჯერობით ვიდრე მართლა ეგეთია რაც მისტიცი ხო არ დავასპოილეროთ ესეთი ძალისხმევა გასცი არის და ისიც არის ანუ ეს არის რომ დედამიწაზე უცხოპლანეტური ვირუსისავით დაისადგურებს რომელიც ერთი ტვინი არის ანუ ყველა ადამიანი ვინ ცოცხალი გადარჩება ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილია და რამდენიმე ტიპია რომლებიც ამაში არ არის 11 თუ 12-ია ხო იცი რა არის ხო საყურებლად ახლაც კარგი არის საინტერესო არის აი გარემო ყველაფერი დიალოგები მაგრამ სადმედის ცოტა გაუგებარია ხო იცი რა არის რაღაც ესე იგი ფონი მთლიანად და ეს განწყობა ფილმში არის რაღაცა ესეთი ცოტა კომედია ცოტა აი რაღაცნაირი ის არის და ამ დროს პერიოდულად გამოკრთება ხოლმე ცოტა ისეთი რა წაკბენ ამ იმის უჟასის რაღაც ესეთი დამზაფრავი არის და ხო ფიქრობ ახლა როგორ გამოიყენებს ამ იმასთან გამოავლეს თავის ოსტატობას ეს ფილმის შემქმნელი ჯგუფი რომ აი ეს აქეთკენ არ წავიდეს თორე აქეთკენ ახლა სერიალი რო წავიდეს ესეთი მსუბუქი კომედიის ის რო იყოს ამ თემატიკის ხო ეს არ იქნება საინტერესო. ჯერჯერობით რა ხდება, არ ვიცით, მაინდა-მაინც. ანუ ძირითადი მოცემულობა ვიცით, მაგრამ რა ცუდი არაფერი არ ხდება, დიდად უბრალოდ ერთი ისა უცნაური არის, რომ ყველა ერთი ცნობიერება აქვს ყველას, მაგრამ აგრესიულები არ არიან, ცუდი არაფერი არ ხდება, რატოა ეს რეალობა მიუღებელი? ნუ გასაგებია რომ ადამიანი ხარ და ინდივიდუალობა გინდა და ხან გაჭედო, ხან არ გაჭედო, ხან რაღაც ისეთის გააკეთო, თავი დაიზიანო, სხვას რაღაცის დისკომფორტი შეუქმნა და რასაც ადამიანური ცხოვრება ქვია, ამ ცხოვრებითი ცხოვრო, მაგრამ ის ცხოვრება, რითიც ისინი ცხოვრობენ, სრულიად ესეთი ნეტარები და უკონფლიქტუები და რა ვიცი, კეთილად განწყობილები და ეს თუ კი რამე პოზიტიური ზეცართავი სახელი არსებობს, ყველაფერი იმათ მიემართება ხო და რატოა ეს ცუდი დიდად ვერ ხვდები? შევარც არის ცუდი ხო, არა, ხო და ესე რომ დიდხანს გაგრძელდეს, იქნება მოსაწყენი და უინტერესო და მე ვენდობ იმ კაცთან ჯერჯერობით მაგის ცუდი არაფერი არ მინახავს და ალბათ ეგეც არის. სამი სერიაც ეგინდა 3-4 სეზონი იქნება როგორც ეს. და მე დავიწყე ყურება, არის ესეთი სერიალი, ქვია Chair Company, სკამების კომპანია. ტიმ რობინსონი არის ეგეთი კომიკოსი, რომელიც ძალიან მიყვარს. შეიძლება ნანახი გქონდეთ, I think you should look Netflix-ზე არის სკეჩების კომედია არის, ცოტა რაღაცნაირი მაზალო უცნაური ტიპი არის და მიმებიდან შეიძლება იცნობდეთ ტიპს, აი ბანანის ფორმა აცვია და ესე ამბობს, რომ ჩვენ ყველა ვცდილობთ გავარკვიოთ ვინქნა ეს, როცა ბანანის მანქანამ შეამტრია მაღაზია და ეგ თამაშობს. ჟანრი მანდაც გაუგებარია რა ხდება, ანუ მე მგონი 5 სერია თუ 6 გამოსული, მე მაქვს 3 ნანახი და ველოდები რომ დაგროვდეს. და ჯერჯერობით ჟანრი არის ეგეთი, რომ აი ოფისი სერიალი, რომ შეაჯვარო დევიდ ლინჩთან, ანუ აი რაღაცა თან კომედია არის, თან ვერ გაიგებ რა ხდება.
ანუ აი რა ჟანრია იმასაც ვერ ხვდები, ან საერთოდ რა ბაზარია, ასე რომ ხო სხვა მეც ალბარაკო მეგონი არაფერი არ აქვს, ხო სიწყნარე იყო ქვეყანაში, სიმშვიდე იყო დავამთავრეთ, ანუ ეგ დავიშალე? იცი რა ისე გამოვიდა, რომ არაფერი ეხა სხვა განსახილველი არსად არ ხდება. ხო, რა რომ მოიგო ჩვენს ნაკრებს კიდევ ვილაპარაკებდით რამეზე. მე არ მინახავს ბოლო ორი თამაში. როგორც ბულგარეთთან თამაში არის ნახე? არ ვნახე? იცი რა არის, მე რო გამოგიტყდეთ, ანუ ის კი არ არის პოლიტიკური მოსაზრებით. მიდი გავწერებ საკუთრებია რო იდოს. უფრო კარგად. მე დიდი ხანია ფეხბურთს აღარ უყურებდი, მაგრამ ეხლა ევროპის ჩემპიონატის ამბები რო იყო გასვლა, არ გასვლა, დრამა, ყველაფერი, ანუ ჩავერთე ისევ თავიდან ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფეხბურთი. გამახსენა ის გრძნობა, რომ რაღაც ეხლა წაგება, მოგება ძმები არიან, მაგრამ ნებისმიერი თამაში შეიძლება რო გავედით, აი მე ანუ მაგით აღარ უყურებდი ამ საქართველოს ნაკრებს, რომ ეგრე თამაშობდნენ, როგორც თამაშობდნენ რაღაცნაირად. ხო, არა, როგორც არ უნდა თამაშობდნენ, ნუ საქართველოს ნაკრები როცა თამაშობს, ხო, ახლა სტადიონზე ყველას პატივს ვცემ, ვინც არის, ვინც ფანი არის, ვინც მუდამ იმას შვება, მე არ ვიყავი მანამდე ეგრე და არც ახლა არა. ფანობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ნუ აი როცა თუ დრო მაქვს, საშუალება მაქვს და ნუ ვცდილობ გამოვნახო, როცა ჩვენები თამაშობენ, ვუყურო. ახლა სტადიონზეც წავალ, მაგრამ აი ახლა განსაკუთრებული, აი მაგალითად ბათუმში თუ თამაშობენ, აი ბათუმში ვერ წავალ და არ წავალ და რაღაც ეგეთი, მაგრამ ნუ სულ მიკროფონი შენთან ესე უნდა დაიჭირა ხო? გულჯი, თუ გინდა გაადე, უფრო კომფორტულად იქნები შენს და ბატონო რა. იმიტომ რომ ხაში რომ ვიჭერს. ვიფიქრე ნიკოს. იგებ პოზა სხვანაირი რაც არ აქვს. ნიკოს როგორ მარტივად გამოსდის მე. ესე დავიჭერ მეც რომ მარტო არ იგრძნო თავი. არაფერი არ არის იოლი. აი ნიკო რო აკეთებს რაღაცას იოლად, ეს არ ნიშნავს საერთოდ რომ ეს იოლი არის. ხო და ნუ მოკლედ ამ იმის ეროვნული ნაკრები რო თამაშობს, ნუ ესეთი რაღაცა არის, რომ წარმოიდგინეს სადღაც საქართველოს მონაწილეობს და რაღაცნაირად შენ თვალს არ ადევნებ. მე ესეთი ისა მაქვს. მაგრამ ფეხბურთი რახან იცოდი, რამდენია საქართველოს მონაწილეობს და არადევნებ თვალს. წყალბურთელთა ნაკრები რა შვება, იცი? იქნება ფრენბურთელები არიან კარგები. ადელის ნაკრები, ანუ კალათბურთი შენთან უფრო ახლოა ოჯახურად და რაღაცა, მაგრამ ხო არ გაგიკვირდება არავის რო თქვა რომ არ უყურებ ამ კალათბურთს. ხო, არა, არანაირად მიუხედავად იმისა, რომ გადაცემას განკითხვის დღე ქვია, არანაირად არ განვიკითხა, მაგრამ როდესაც ეროვნული ნაკრები ქვია, ნუ მაინც სხვა ნიშნით გამორჩეული ამბავი არის და ვცდილობ რომ მქონდეს ანუ მესმის კაცო ხო უმეტესობა მე რისი თქმა მინდა იცი ნუ წავაგეთ ახლა პირველად არ წაგვიგია მერვე თუ თამაშობდით ამ იმაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და მერვეთ ესე უსახელოდ დავამთავრეთ ხო თითქოს ახლა რა გინდა 8 ჯერ ერთი და იგივე მოძრაობას აკეთებ ფეხბურთში რომ დავრჩეთ ნიკო არ არის გასაკვირი ხო მაგრამ იცი რა არის ხო წავაგეთ ბულგარეთის სუსტ ნაკრებთან წავაგეთ მაგრამ ამაზე უფრო ცუდი არის ის, აი რაც მერე ხდება საერთოდ, ხო? აი ეს დამოკიდებულება, როგორიც ჩამოყალიბდა ზოგადად სპორტში და ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ეს სპორტი ცალკე განყელებული სფერო არ არის, აი რაც სპორტში ხდება, რაც ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით გჭირს, ხო? ეს არის რაღაცნაირი აი იმ ავადმყოფობის სიმპტომები, რაც ზოგადად ქვეყანას ჭირს. ძნელი წარმოსადგენი არის რომ რომელიმე ქვეყანაში ეროვნულ ნაკრებსა და კომაგებს შორის აი ამ ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბებული იყო. როგორია ეს ტიპი? ხო, აი რაღაცნაირად ხით ჩატეხილობას დავარქმევდი რომ დავესესხოთ ჩვენს კლასიკოსებს, ხო? და აი ამის ისა ამაში დამნაშავე არ არის დიდწილად კომაგები არ არიან. იცი რა არის აი ეს არის მე ვფიქრობ რაღაცნაირად იმის შედეგი აი რაც ზოგადად ქვეყანაში ხდება გახსოვს როგორ ყველაფერი ეს დაიწყო იმით რომ გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა აი ამ გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკამ გამოიწვია სპორტის ყველაზე ცუდი ფორმით პოლიტიზაცია თვითონ სპორტსმენები არიან პოლიტიზირებული ცუდი გაგებით უყურე როდესაც ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება ნიკო ხო ბუნებრივი რეაქცია ამ ქვეყნის მოქალაქის არის რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოზიცია გამოხატოს რაღაც აზრი გამოთქვას წარმოიდგინე რომ ვიღაცას უსამართლოდ ჩაგრავენ ხო განა ეს პოლიტიკა არის რომ ამაზე რაღაც შენი აზრი გამოთქვა შენ თუ მით უმეტეს გავლენიანი ადამიანი ხარ მილიონები გიყურებენ მილიონები ეს ხო უბრალოდ კეთილსინდისიერი ადამიანის მოვალეობა არის, არა გულგრილი ადამიანის. აი პოლიტიზაცია ხდება მაშინ, როდესაც შენ ადმინისტრაციული ხერხებით ან რაღაც გავლენებით ან რაღაც მოკლედ, რაღაც ხრიკებით
ცდილობ რომ სპორტსმენებს შეუზღუდო გამოხატვის საშუალება. მარტო შეუზღუდო მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე პოლიტიზაციის ყველაზე ცუდი ფორმა. ხო, იმიტომ რომ მე არა ვარ ეს ადამიანი და მე მგონი არჩეულ რომელიც მაინც ფეხბურთელებისგან ითხოვს რამეს, იმიტომ რომ ფეხბურთელები არაფერს განსაკუთრებით მაგრამ იქით ამ ხარეს რო ხდება პოლიტიზაცია და არა ახეთ, ანუ იგულისხმება რომ თუ თქვა სამთავრობო კლიპში გამოჩდი მთავრობის მხარდამჭერად ეს პოლიტიზაცია არ არის? ანუ ხო არის. მეორე როცა თქვა ვიღაცა ხმას ამოიღებს და ატყობ, რომ უკან ეუბნებიან რომ არ არის საჭირო გაჩერდი რაღაცა გუნდი ვარ. არა მგონია რომ ყველა მოვლენაზე ფეხბურთელებმა აზრი უნდა დააფიქსირონ და მაგაში იყვნენ სულ ჩართულები. არ არის მაგათი საქმე და არც მივესალმები და ივარჯიშონ და რა ვიცი სხვა ის ქნან, მაგრამ კიდევ ერთხელ არ არის ეს რომ არ მგონია რომ თავისინებით იყვნენ ყველაფერზე ჩუმად და მგონია რომ იქ არის ყველა ლაპარაკობს იმაზე რომ არის ზეწოლები, ნათესავები, არ არის საჭირო, ამას ნუ იზამ, იმას ნუ იზამ რომელიც ასევე კიდე გასაგები იქნებოდა რომ სულ რო ჩუმად იყვნენ ყოველთვის და თქვა სარეკლამო კლიპებში რო არ იყვნენ პოლიტიკურში. კი, უყურე ნიკო როგორი რაღაცა არის. როდესაც რომელიღაც პარტიის სარეკლამო კლიპში ხარ, აი უყურე ამ ჩვენ ხო ვიცით პროფესიონალი სპორტსმენებისგან ეს ხელობა რა მასშტაბის დატვირთვას და დროს მოითხოვს, ხო? მესმის რომ მათ აი ამ პოლიტიკურ იდეოლოგიებში და რომელი პარტია რა მემარცხენეა, მემარჯვენეა, ცენტრისტია, ლიბერალური ღირებულებების მატარებელია, კონსერვატიული სხვა ამ დეტალებში არ ერკვეოდეს. სწორედ ეს არის საერთო რომელიღაც პარტიის კლიპში რო იღებს, ხო? ეს არ არის მისი კეთილინება, მისი ასე ვთქვათ, შეგნებული არჩევანი. ვიღაც ტიპები მივიდნენ თხოვეს რაღაცნაირად სინდისზე შეაგდეს რაღაცას დაპირდეს აუცილებელიც კი არ არის ქთამი და რაღაცა, მაგრამ რაღაცას ხო შეაწუხეს, ხო? აი ეს არის პოლიტიზაცია. ის არ არის პოლიტიზაცია, როდესაც რაღაც უსამართლობა ხდება, ეს მე ვფიქრობ, უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქის ისიც არის ეს პასუხისგებლობა, რომ რაღაც ისე არ ხდება შენ სამშობლოში და ამაზე შენ აზრი გამოხატო. ამას რო გიზღუდავენ, აი ეს არის ყველაზე ცუდი ისტორია. ასევე პოლიტიზაცია ის არის, რომ როცა რამდენის არის ბოლოსკენ რომ მიდიხარ 35, როცა უკვე იცი რომ მალე აღარ ითამაშებ, რომ მოდიან ტიპები და ეუბნებიან რომ მოდი ახლა სიაში ჩაჭექი, იმიტომ რომ ხო ვიცი რომ ვერ ხდება ხოლმე. ჯერთი ხედავთ მე სახელოვან სპორტსმენებს სიაში, ზოგი პირველ ათეულში, ზოგი ფეხბურთელია, ზოგი არ არის ფეხბურთელი. სპორტსმენები, რომლებიც მაინც აქტიურობით მანამდე არ გამოირჩეოდნენ და არ დატოვეს შთაბეჭდილება, რომ რაღაც ან საქმის გამკეთებლები არიან მაგ კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიანაც დიდი ამაგი კონდეთ თავიანთ სოფელზე, რეგიონზე, სპორტის განვითარებაზე, ასე შემდეგ. ასე რომ ხო, რა ვიცი, ეგეც ცუდი გაგებით პოლიტიზებაა, როდესაც კარიერული კიბე სპორტიდან პირდაპირ გადადის პოლიტიკაში. თორე ანუ მეც იქითქო რომ აი ნუ ამოიღებენ ხოს მირჩევნია რომ ფეხბურთი ითამაშოს, ვიდრე მე აუცილებლად მერი უნდა გახდეს თბილისის ან პრეზიდენტი ან გამგებელი ან რა ვიცი რა არიან ხოლმე კიდე. ხო იმ ადამიანებისგან ვისმენთ რომ აი სპორტი და პოლიტიკა გამომიჯნოთ ერთმანეთზე, რომლებიც მერე ხო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ აი ეს დიდი ვარსკვლავები სიტყვაზე თავიანთ პარტიაში წაიყვანონ. როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, ამა თუ იმ რაღაც კლუბის ან სპორტის სახეობის ლეგენდა კარიერის დამთავრებისთანავე ან კარიერის რაღაც აი ბოლო წუთებში ხო იღებს გადაწყვეტილებას და მაინც მმართველი პარტიის რიგებში შედის, ხო? არ არის ეს საერთო, ახლა წარმოიდგინე რომ სიტყვაზე აი ლაშა ტალახაძე ლეიბორისტული პარტიის წევრი გამხდარიყო. ხო, ახლა იფიქრებდი რომ ეს კაცი აგერ შრომელთა უფლებების დამცველი, მემარცხენე ის და ხო რატო გიკვირს იმერეთიდან ჭიათურა საჭხელი და შეიძლება ახლოს არის ეს და იტყვი რომ აი და თან რა არის იცი რა არის ამას მიესალმები კიდევაც იცი როდესაც ტიპი თავისი ესე იგი თავისუფალ არჩევანს აკეთებს და ფიქრობს რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა თუ ამას გულწრფელად აკეთებს ადამიანი გულწრფელად აკეთებს და არა ის გარანტირებული რომ მოდი და დაგსვავ აქ და არამედ ხა პოლიტიკა რა არის ხო რა შესაძლებლობების ამბავი არის ხო რომ შენ თვლი რომ გააქვს ენერგია იდეები რომ რაღაცა შეცვლი ხო ნუ ახლა ესეთი წარმატებული ტიპი ამ სფეროში ხო ფიქრობს რომ აი ახლა შრომელების ჭიათურელების აჭხერლების იმის მდგომარეობის გაუმჯობ პატივისცემით და მოწიწებით განეწყობი ესეთი ადამიანის მიმართ ხო რაზეა ლაპარაკი იცი რა არის საბჭოთა კავშირის დროსაც მე 90-იან წლებშიცაც იყვნენ პოლიტიკოსი ისა სპორტსმენები რომლებიც რაღაც
ავტონომიურად არ არის რომ გარანტირებულად წამოდი და შენი რეიტინგით ჩემი ასე დავარდნილი ეს პოლიტიკური რეიტინგი ამომიქაჩი. ეს არა. აი ისეთი პარტია ჩვეულები ორდინარულ პარტიაში შედიხარ და იქიდან იწყებ ბრძოლას. ხო ეს მისასალმებელი არის, მაგრამ აი ეს ტიპები ვინც გვიკიჟინებენ რომ აი სპორტი და ის პოლიტიკა გამომიჯნოთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ პოლიტიზაცია მოახდინონ ყველაზე ცუდი ფორმით. და ეს იწვევს იმ ხით ჩატეხილობას, თორე ფეხბურთის ფანისთვის ეროვნული ნაკრების წევრის იქით არაფერი არ არის, ხო? ახლა მამუკა გლონს ქონდა გადასარევი ვიდეო ჩაწერილი, რომ აი ეს მამარდაშვილს და კიდე სხვა ფეხბურთელს ეს ქონდათ რა, გულისტკივილი გამოხატული, რომ არ ვიმსახურებთ, ახლა ხან მოვიგებთ, ხან წავაგებთ, მაგრამ ეს ერთად ერთმანეთის გვერდში დგომით და იმით უნდა გავქაჩოთ, გავიტანოთ ლელო და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ აქ ახლა როგორი რაღაცა არის, იცი? მე შენ გულშემატკივრი რომ იმის გამო რომ ეროვნული ნაკრები ხარ, საქართველოს ხარ. აი კონკრეტულად შენ ახლა მე შეიძლება კონკრეტულად ამ ფეხბურთელს არც გულშემატკივრობდე და სხვა უფრო ის ვყავდეს, ხო? ვიღაც ვარსკვლავი მერჩივნოს მასე, მაგრამ იმის გამო რომ საქართველოს ნაკრების მაისური აცვია, ინსტიტუტს გულშემატკივრობ რა. ხო და ის თვითონაც უნდა გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას. ეგრე არ არის იქ ახლა როგორი რაღაცა არის, ვიღაცისთვის ღმერთი ხარ. იქ შენ რაღაც ბიზნესის წილს გაძლევი და თანხდები. როგორ ესეთი ბრიყვი ხარ, რატო გაძლევენ ამ ბიზნესის წილს? ვერ ხვდები? ხო, აი ხო როგორ ვერ ხვდები? ან რო პოლიტიკაში გეკაჩებიან მართველი პარტიის ტიპები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან დიდი ხნის განმავლობაში და ამათზე არ გულისხმობ, ზოგადად ხვებიც რო იყვნენ, ხო 10-15 წელი რო ხარ ხელისუფლება, ბევრი რამე გაკაპუჭებული და შენზე ცდილობენ პარაზიტირებას. ამას ვერ ხვდები? ხო, აი ნუ რაღაცნაირად ეგეთი ის არის. მით უმეტეს რომ ბევრის განეხა ზოგი ძალიან ბევრს მოითხოვს ხოლმე და რაღაცები სურთ და არაერთი ზღვარ გადასული კომენტარიც წავიკითხე ბოლო დღეების განმავლობაში რომ ფიქრობ რომ კაი ხა ნუ რაღაცა, მაგრამ იმის იქით რაც მომახსოვს მოთხოვნები იყო რა, აი რაღაც ადამიანური თქვი თუ გინდა თქვათ განცხადებები იყო ხვიჩა კვარაცხელიასი, რომელიც შეიძლება გაიგო რომ არც წვადი და წვარ ჩამფური თუ რაღაცა, მაგრამ უკვე ვიღაცა ნუ აი გასაგებია რომ რაღაცა თქვი და საქართველოსთან კავშირი გაქვს და ახსენე რომ აი ხედავ რა ხდება მანდ. და შეიძლება არც გამოვარდნილა და დროშების ქნევი და რაღაცა ის არ უქნია, მაგრამ ნუ ეგეც ის არის რა, რომ აი ხედავთ. იმიტომ რომ თავრობამ შეიძლება თქვას რომ აი ჩვენ აქეთ აკაცუკები არიან და აქეთ ნამდვილი ქართველები ვდგევარ და იმათ სამშობლო დაკარგული აქვს, ხელი ჩაიქნიოს რომ ეს არ ვიცი რა რაოდენობის პროცენტი ქვეყნის აღარ არის ქართველი და მაგაზე საერთოდ არ ჭირდებათ არაფერი, მაგრამ ფეხბურთელები ხო არიან, მაგათთვის ხო სულ ერთია რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ, ლეიბორისტების თუ ესე უნდა იყოს. ანუ ხო მაგათვისაც ხო არ არის ეგრე გაყოფა არა და ეგენიც როცა მაგათი მქონდათ ჩანს ხოლმე რომ როცა ერთი არის შეუძლიათ ხმის ამოღება და დანარჩენ შემთხვევაში ჩუმად უნდა იყონ მე ხით ჩატახილობა თქვი ხო კარგი სიტყვა კარგად მოიფიქრე რა შენ მოიფიქრე ხო მე და ილია ხო როგორი რაღაცა არის ნიკო იცი აი ნუ სპორტის ფედერაცია აი როგორ გითხრა მთელი ეს არის აი როგორ აი ონკოლოგიური დაავადებასავით არის აი მთელს ორგანიზმში არის გამჯდარი საზოგადოების არის სპორტის ფედერაციები ხო ვინც მოდის ხელისუფლებაში ამაზე არ ვამბობ მარტო ზოგადად ხო ეს ტრადიცია არის რომ ცდილობენ აი მაქსიმალურად თავიანთი ხალხი იყვნენ ამ ფედერაციის სათავეში და მე ჯერდი ჩვენთან არის ძალიან საინტერესო რამდენი სერია არის ფედერაციის არჩევნები. ხო, იმ არმაზის გაკეთებული ძალიან საინტერესო ისტორია არის, რომელიც მთელი ისტორია, რომელიც სალსახად ადასტურებს და ისედაც ვინც ჩვენ ხელარი ყველას გვახსოვს, რომ გამიჯნული კი არა იყო, გადაჯაჭვული ყოველთვის სპორტი და პოლიტიკა. დაწყებული მახსოვს პირველი საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატი, რომელიც ჩავატარეთ, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მაშინ იყო მსჯელობა ეგეთი, რომ შეიძლება არ გვაწყობდეს, ამდენი კლუბი არ აყავს, რომ ჩვენი გავაკეთოთ ჯობია, შეიძლება იქ რუსებს, უკრაინელებს ვეთამაშოთ, მაგრამ თქვით რომ არა, ცალკე გავაკეთებთ ჩვენ, იმიტომ რომ პოლიტიკურად ეგრე არის მნიშვნელოვანი. ამის მერე არჩევნები იყო ფედერაციის და როდის ყოფილა რომ პოლიტიკასთან შეხება კი არა, პირდაპირ ღრმა პოლიტიკური მოვლენა არ ყოფილიყო და ის რომ მხედრიონს ექნება გავლენა თბილისის დინამოზე თუ ვინ გადაწყვეტს, ვინ გაყიდოს ფეხბურთელები თუ როგორ
კანდიდატი რომ მიდის არჩევნებზე იმას მანქანა ჩაუქრება და რა სისულა. აი ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ყოველთვის ეს ქართულის მოსულქრებული არ არის, მაგრამ სპორტის პოპულარულ სახეობებში, აი ფეხბურთში მაგალითად. ფეხბურთს ხო აი მე კობიაშვილი რო აირჩიეს, მაშინ მორიგე ვიყავი, შაბათი თუ კვირა იყო დამთხოვილი და მე ვიყავი იქ იმაში აჭარაში, ახლა ის ქვია ჰოლიდეინი ხო იქ იყო ეს არჩევნები ბინძურესი გაწევები გინებები ოთახებში ჩაკეტები ვიღაც დელეგატის დაპატიმრება წამლის ჩადება მიწევა მოწევა ისე ხო მაშინ იყო ეს ისა რომ მოკლედ ამათი არველაძეების მხარდამჭერი დელეგატი სახლიდან გამოვიდა თუ არა ყარაულობდნენ დარაჯობდნენ იქა პოლიციელები და უცხო ოპ სტაცის ხელი და ეს ნარკოტიკებზე გააკანეს და ერთი ხმა დაკარგეს და ნუ მე ამათმა მოხსნეს თუ ეგეთი ის იყო და ახლა ხო იცი ის რო ელაპარაკები ჟურნალისტი ცდილობს რომ ისეთი კითხვა დაუსვას რომ ალაპარაკო და არ ვიცი რომელი არველაძე აღარ მახსოვს ამ ტყუპებიდან ერთ კითხე ესე რომ იმას ამარჩევნებს უკავშირებთ მეთქი ამ დელეგატის დაკავებს არა ძმაო ერაყში რო რაღაცა ეგ ხოლმე კარგად ხომ ხოლმე ეგეთი მიცხრა ოღონდ ნუ ესეთი ის იყო არ იყო სახუმარო მანამდე იმის გამო რომ ჯიმი მიკერძებული არის არ დამწამო მანამდე ნემსაძე და ახალკაცი რო იყო იქაც ვიყავი იქაც მაშინ რადიო რეპორტაჟს ვაკეთებდი და იქ ესე იყო ნემსაძე აირჩიეს და მე ნემსაძე უარი თქვა და მე ისევ ახალკაცი აირჩიეს ხო საეჭვოა ესეც ხო ისა და ნუ იქ რომ ისული ვიყავი აი რადონის პოლიტიზირებული იყო იქაც სიტუაცია რომ ცდილობეს ჩავწერო ეს დელეგატები და ეს ავტორიტეტიანი ფეხბურთელები ვარსკვლავები ლეგენდები არ დავასახელებ გვარებს ვინც არიან აი დიდი სახელები არა ძმაო ვერ დაგილაპარაკები ძალიან ცუდი არის და იწევს ეს ხიდჩატეხილობას არა უბრალოდ ქომაგებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის ზოგადად საზოგადოებას შორის და ნიკო ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ საზოგადოება იყოს გახლეჩილი. მაგრამ აი თან მანამდე რატო არის ეს განსაკუთრებით მტკივნეული ალბათ ფეხბურთელებისთვისაც და აქეთ გულშემატკივრებისთვის რომ ამ ხელა სიმაღლეზე ვიყავით. ანუ ჯერ კიდევ რამდენი ხანი გავიდა იმის მერე ევროპის ჩემპიონატი. ხო, ერთი წელიწადი. ანუ აი თქვა წელზე ცოტა მეტი გავიდა, როცა მეც ყურება დავიწყე, იმიტომ რომ ბიჭო ანუ ყველა მაგას უყურებს არის და მე ყველა თამაშზე დარეკვა ჩაწყობა ნაცნობ რესტორატორებთან რომ ბარში კუთხეში ადგილი ორი კაცი იქიდან შევხედავთ გადაძეძგილი ყველა ერთად ყვირილი რომ გავედით ჩემპიონატზე რას ლაპარაკობ გუნდიდან ჯგუფიდან რომ გავედით მანდ ხა ქუჩაში მოვდიოდი ფეხით რამდენი ადამიანს ჩავეხუტე არ ჩვევია ხოლმე ინტროვერტი ვარ მაგრამ აი რაღაცა მარტო მოვდიოდის მეგობრები დავკარგე მე ამოვიდი მე სადღაც დავინახე მერაბ სეფაშვილი რომელიც იქით მიდიოდა რომ ის გაიღი მე უნდა არავინ ერთმანეთს არ ვეკითხებოდი და შენ ვინის მიეცი ხმა ვისკენ ახარ ხო იყო ეგ ერთიანობა ანუ მაგიტო არის თორე ეს რო იყოს აი ფრეების და 1-0 მოგებულის და მერე წაგებულის და რაღაცის წლების მერე დაგროვილი ეხა ეს თამაში ფეხსეც დავიკიდებით არ იქნებოდა ეგეთი მნიშვნელოვანი უბრალოდ შეიძლება მამარდაშვილიც ნაწყენია, მაგრამ აქეთაც ხალხი არის ნაწყენი იმ გრძნობის გამო, რომელიც რაღაცნაირად ადამიანურად გონი მაგათი ვალიც იყო, რომ შეენარჩუნებინათ ერთიანობის. როცა აი საქართველოს ნაკრებს რომ მე ვარ საქართველო, ანუ ისიც ავარ და ესეც ავარ. ნუ ჩამრთობთ ამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, კი ბატონო, არ ვიქნები ოპოზიციის მხარეს, მაგრამ რაღაცნაირად დავფიქსირდები, რომ საქართველო ვარ. და ყველასი ვარ და აი შენ რო დაგიჭირეს და ჩემი მაისური რო გეცვა რაღაცნაირად გამოვხატავ შემილია რომ არ იყოს ეს რაღაცა მე მაინც ვფიქრობ აი განსაკუთრებული ტიპი რო ხარ აი ღმერთი რო შეგეხარ შუბლზე და ვარსკვლავი ხარ და დიდი ტიპი ხარ და ის აი ვიღაცა ყურებზე იმ აჩკატებს კიდებს რომ შენ პოლიტიკაზე არ ილაპარაკო ამ დროს ეს რო გიკრძალავს პოლიტიკაზე ლაპარაკს ეს იმას ნიშნავს რომ უკვე თავის იდეოლოგიას და თავის პოზიციას თავზე გახვევს ის იმას თვითონ უნდა დააჯეროს და თვითონ რაღაცნაირად თავის თავში უნდა იპოვოს ძალა რომ მიხვდეს რომ ყველაზე მეტი არის ვინც ეუბნება ვინც ესეთ არასწორ რაღაცებს ურჩევს და სწორი პოზიციის და შეიძლება არასწორი პოზიციის მაგრამ თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება უნდა კონდეს და ვალდებულად თulides შენი სამშობლოა, შენი ქვეყანა არის. როგორ აქ თუ რაღაც ვიღაც არა 1 და 2-იც რო იჩაგრებოდეს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი თუ თulis რომ იჩაგრება, ხო? შენ ამას როგორ ვერ უნდა ხედავდე, ან რატომ არ უნდა ხედავდე?
მით უმეტეს რომ ეგრე მანუჩარ მაჩაიძე რომ თამაშობდა სპორტის მინისტრი ვინ იყო? არავინ არ იცის, ანუ აი შეიძლება გვარი გითხრან და ვერ გაიხსენო. აი როგორც ხელოვნება არის მანუჩარ მაჩაიძე კარგად გახსენდა პოლიტიკაში იყო, მაგრამ არ იყო ეს მართველი პარტიის და ის იყო ლეიბორისტულ პარტიაში. ვერავინ იტყვის რომ მას ვიღაცა ხელი მოკიდა და სადღაც დადო. ხო? ვერავინ იტყვის რომ ის როგორც პაიკი ან რაღაც ჭადრაკის ფიგურა გადაადგილა, ხო? კაცმა ჩათვალა რომ აი მისი სამშობლოა და მისი ასპარეზი არის ესა, ხო? აუცილებლად არ არის ეს რომ პოლიტიკოსი ქვენაგზნობებით მიდიოდეს და რაღაცის სარგებლის იმაშებოდეს, ცუდი გაგებით, ხო? ხო, ესე არის. ახლა ჩვენთან პოლიტიკა იქამდე დავიდა, რომ არ ვიცი რომელიღაც დიდი მოაზროვნეს მიეწერება, რომ პოლიტიკა ეს არის ესეთ განუხრელი მუდმივი იმის ზიზღის და აგრესიის ისა კულტივირება, ხო? ჩვენთან ეს ამად იქცა ისა. მარტო ჩვენთან არა ეგზოგადად არის, რა ტალღა არის, მარტო ჩვენც მოვყევით მაგაში. ნიკო, ჩვენ პატარა ერი ვარ და საზოგადო ერთმანეთს ვიცნობ, ახლა შენ და მე რომ გაგხლიჩოს ვიღაცამ და ეს განსაკუთრებით კინეული ახლა 80 მილიონი როა ერი რაღაც 100 მილიონი როა და იქ რაღაც ჯგუფები ერთმანეთში ვერ ნახულობენ რაღაცას. ეს კიდე მესმის, რომ ესეთი პატარა საზოგადოების გახლიჩვა არის კატასტროფა. ხელოვნურად თან. ის ფორმალურად მაინც გამოვიდეს ვიღა ბიჭო, ადრე სულ ესე იყო, ხო, რომ ქართველებო რა გვაქვს გასაყოფი ერთად ვიყოთ, ერთად როცა ვართ მოგვეტყვი, ხო, მოგვეტყვი გამოვიდეს რომ მე თქვენ შეიძლება გძულდეთ, მაგრამ მე არ მაღიარებდეთ, მაგრამ მე თქვენს მხარეს ვიბრძვი და თქვენი სიკეთისთვის და ტიპები გამოდიან და არა, ემიგრანტებს ხმა არ უნდა კონდეთო, იმიტომ რომ წასულები არიანო და უბრალოდ ეს თავხედობა, ეს გამბედაობას ვიტყოდი, ცოტა შთამბეჭდავიც კი არის, აი ეს უსინდისო სახეები ტიპები რომ ლაპარაკობენ, რომ ჩამოდი რა აქ რომ არ ახარ, ეზოში დაჯექი და ნარდი გააგორე თუ რაღაცა. აი ეზოში დაჯექი და ჯოკერი ითამაში და ნარდი გააგორე, რომელიც ციტატა არის, მე არ მომიგონებია. ზუსტად ეგრეა. როდის დამჯდარ ხარ შენ თორე მე როდესაც იცი საერთოდ რა ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ ეგ დაახლოებით იგივე ის არის. რა ფეტიში აქვს რა, რომ ეზოში რო ჯდები და ამას აკეთებ, რა აღარ მომხდა რა, კაი ხანია, იმიტომ რომ აღარავის აღარ გცალია მაგისთვის. ეგ კაი არის, როცა ნუ იქნებ ცალიათ იმათ. ანუ ეზოში ჯოკრის თამაშზე მეტი არაფერი არ. ჯოკრის თამაშზე გიჟდები და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოგონებები რაც მაგ პერიოდები იყო, რომ ერთი კვირა რო ზიხარ, არაფერს რო არ შვები და ჯოკერს რო თამაშობ. ანუ მისწორდება ეგ პონტი მეც, მაგრამ აი დაახლოებით იგივე ჟანრის არის, რომ ახალ წლებზე ხო იცი, რომ ყველას ერთი თვე საცივიდან თავი არა გამოყოფილი და მე რომ შეხედა 31-ში და ყველა მუშაობს, ანუ გამოდიხარ, ან ტაქსიზე ზიხარ, ან ოფიციანტი ხარ, ან რაღაცა მომსახურე პერსონალი ხარ, ან ყველა მუშაობს და პირველში შეიძლება ორში არ იყოს მუშაობ და ვის აქვს საცივში თავი ჩაყოფილი, ჯერ ისე რა ღირს საცივი. არ მინდა რომ ხა ეს არ დავიწყო, მაგრამ ძვირია ძალიან, მანქანის ფასი არის, კაი ბევრი საცივი რო გააკეთო, ინდაურიან ნიგზიან იმიანად რასისულელია. და ასევე ჩვენც გვაქვს უბნები და ეზოები და რაღაცა და კი ვიღაცები შედან ხოლმე გარეთ, მაგრამ ეგ აღარ არის უდარდელი რაღაცა ძველი თბილისური თბილისი იყო ურთიერთობა ეზო რო დავჯექი და რაღაც. ანუ ეგ ხო, მაგრამ ბოდიში ქორი რო კი არა და მადლობა რო ეგ თქვი, იმიტომ რომ ეს ზევიდან ქვევით ყურება რომ კეთილი ინებონდა ჩამობრძანდნენ რო ამბობ ტიპებზე რომლებიც გაჭირვებდა სადღაც დასასვენებლად არიან წასულები. თან ეს უსინდისო ტყუილი რო ხო იციან რომ არ არის კეთილი ინებოდან ჩამოსვლაზე არ არიან, რო არ არის გადველი და ვიღაცამ დათვალა რომ სულ ყველა რო ჩამოვიდეს არანაირი 200 აეროპორტი არ ეყოფა მაგ ყველაფერს. რისთვის აკეთებენ არ ვიცი. მაგრამ ყოველჯერ ზეუბნებია რომ თქვენ ქართველები აღარა როგორ არ ახართ. აი მაგის მომინდა. ანუ რაღაც რა. 5 წელი რო კაცი წასულია, იქნება 1 წლის წასულია. რატო უთვლი ვიღაცას? ან შეიძლება 15 წლის წასულია, ან ვინ შვება მაგას? რო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვაგან არიან, არ კონდეთ უფლება მიცე. აი მე უყურე აი ამას ვამბობ, რომ აი გაზულუქების მასშტაბი. უყურე ბოლო 100 წელი რო ავიღოთ. აი პირველი თაობის ჩვენ ხო რამოდენიმე ესეთი ემიგრაციის რამოდენიმე ტალღა გქონდა ხო აი პირველი რესპუბლიკის მერე მეორე მსოფლიო ომის მერე აი ტყვეთ ჩავარდნენ ვიღაც რაღაც მერე ეს შუა პერიოდში ეს 60-იანი 70-იანი წლები როდესაც ასე კანტიკუნდათ ვიღაც ახერხებდა და წავიდოდა აქ არ დაედგომებოდა რაღაცა და მერე ბოლო პერიოდის ხო აი არც ერთ ნარატივში არც ერთ პარადიგმაში
ემიგრანტებს არ ქონიათ რაღაცნაირი აი ნეგატიური შარავანდები. არასოდეს სულ იყვნენ ქვეყნის პატრიოტები, განსაკუთრებული ტიპები, რომლებიც ან სასწავლებლად წავიდნენ, ან სამუშაოდ წავიდნენ, ან რაღაცნაირად ქვეყნის სახელის გასატანად წავიდნენ, ან იმდენად განსხვავებული ტიპები იყვნენ ენერგეტიკულად, ამ უსამართლობასთან შეურიგებლობის თვალსაზრისით, რომ აქ ეს გარემო ვერ აიტანეს და წავიდნენ. აი ახლა ჩვენი თაობის და ჩვენი ბოლო პერიოდის ეს ემიგრანტები. აქ ჩვენ ხო ვიცით რა სიტუაცია იყო, ხო? აქ ჩვენ რო კოლაფსი დაგვემართა 90-იან წლებში, ხო? ამაზე სხვა გადაცემებშიც გვილაპარაკია, ხო? ჩვენს ეკონომიკას დაემართა ის, რაც ცალკე აგებულ ერთ ქვეყანას არ ემართება. აი ერთი ქვეყანა მეორეს რო დაიპყრობს და მთელი ესეთი გაზი დავს, ნადავლის სახით, გაპარსავს, გაატყავებს და გაიტანს. აი ამ ტიპის კატასტროფა გაიმცა და ეკონომიკურად. აი ამ ჩვენი თაობის, ბოლო თაობის მეოთხე ტალღის ემიგრაციამ ფაქტობრივად აქ დარჩენილი ადამიანები გადაარჩინა თავიანთი ფიზიკური თავდადებით, აი თავიანთი ცხოვრების ხარჯზე დროის და ბევრი რამე. აი რამხელად კივილები არის, ხო, გახლეჩილობა და ერთმანეთს ვერ ნახულობს ხალხი და რაღაც ახლა კიდე ეს ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ ასე თუ ისე გამარტივდა ჩამოსვლა და მისვლა-მოსვლა, თორე წლები ვერ ნახულობდნენ ხალხი, ხო? აი მართლა რასაც ქვია, ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, აი ოჯახი და ტრადიციები და ის ოჯახის გამო გადაიხვეწნენ და გადადეს თავი და თავიანთ თავზე უარი თქვეს და ოჯახი რო გადაერჩინათ ამისთვის წავიდნენ. მოკლედ, ვერ ნახა ვერც ლიტერატურულ ნაწარმოებს, ვერც ტელესიუჟეტს, ვერც ფილმს, სადაც ემიგრანტები იყვნენ რაღაცა ნეგატიური კუთხით წარმოჩენილი. აი ახლა დარწმუნებული ვარ ამ კანონის და ამ ინიციატივის ავტორებს და მათ მხარდაჭერებს. ბევრი აქვთ აი ცრემლები, ნაღვარღვარები იმ ფესვებზე. მე დღემდე მეტირება. ხო, რასაკვირველია გეტირება, იმიტომ რომ ქართველები ვართ, ადამიანები ვართ, ხო? ძალიან მტკივნეული არის. ერთი ოჯახი დამისახელე, სადაც არ არის ემიგრანტი. ერთი ოჯახი დამისახელე, ხო? ერთი ვერ დაასახელებ. ხო და აი რაღაცნაირად მოახერხეს, რომ საზოგადოების ეს ნაწილიც გამოყვეს და რაღაცნაირად შეურაცხყოფა მიაყენეს, ხო? რაღაცნაირად კი თავი დააყენებოთ. ტონით როგორთაც ლაპარაკობდნენ ხალხზე, რომელიც ჯერ ერთი სხვას რო ყველაფერს დავნა ნახევარი ეკონომიკა მაგათზე დგას. ნახევარი ვინც არიან ეგენი არჩენენ, თავისი მართლა ოფლით, სისხლით და ცრემლებით და რამდენი საბერძნეთში ვინც არის, გერმანიაში ვინც არის, ზოგი ახლა უკეთეს ადგილას მუშაობს, ზოგი უარეს ადგილას, მაგრამ რამდენია ვინც მოხუცსულის, ბავშვსულის, ჩავარდნილსულის, აქ რაღაცა 5 კაცი, 6 კაცი ვიღაცები მაგათ კისერზე არიან და აქ გაქსუებული ხიპიანი, გალსტუკიანი ტიპები ესე ელაპარაკებიან იმათ, რომ კეთილი ინებე და ჩამოდი და წადი და შენ აქაურობასთან შეხება აღარ გაქვს ხალხს, რომელიც კიდევ ერთხელ იმას შვებიან არჩენენ. აი ყურე ესეთი ის რო იყოს ინიციატივა და ასეთნაირად რო იყოს ნათქვამი, რომ აი აქ მნიშვნელოვანი არის, რომ კარგი რაღაცით დაასაბუთე, რომ აქ უნდა ჩამოვიდოს და ჩვენ გავიღებთ ამ ხარჯებს. თქვენ ჩამოგზავნით აქ, ხო, დაისვენეთ თან ცოტა ხანი, გაერკვიეთ ვითარებაში. ეგ საერთოდ თითიდან გამოწვეული ამბავი არის, რომ აი ერთი კვირით ადრე ჩამოდი და დაუშვათ ზაფხულში ჩამოვედი და შემოდგომაზე არჩევნები და ზაფხულში ვერ მოვასწარი, სიტყვაზე არ დადაგები მქონდა, ან რაღაც შვილის ქორწილი იყო რაღაცა და ჩამოვედი და ერთი თვე გავატარე, ხო? აი მაგალითად აგვისტოში ჩამოვედი და ოქტომბერშია კონსტიტუციის ჩვენთან არჩევნები. არ მეყოფა ეს აგვისტოში ყოფნა, რომ ხო რას ამბობენ, იცი რომ აქ გარემოს არ იცნობო, რა აქ რა ისინი არის. ნიკო უყურე როგორ გაზულუქების მასშტაბი რა არის, იცი ხო აი ვერ აუდივართ ამ აბსურდულ და უსინდისო ინიციატივებს, თორე აი ერთ დღეს ესე რომ გამოვიდნენ და შეძლებს დაგვარათ ესეთი ჭკვიანური სახით რომ გამოაცხადონ. იცით რა არის? ხო ამას ამბობენ ახლა რომ აქ ვითარებას არ იცნობთ, იქ რაღაც სხვა ქვეყნების იმათი მედიების გავლენის ქვეშ ექცევით და არასწორ გადაწყვეტილებას იღებს. აი გამოვიდა ასე თქვა აი პარლამენტის თავმჯდომარე ან რომელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ამბობს რომ იცით რა არის? ვერ იღებთ თქვენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას და რა არის იცით? აი ერთი თვე ან ერთთვიანი ან სამთვიანი კურსები უნდა გაიაროთ, მაგალითად ჩვენი პარტიის კურსები და ვინც აიღებთ სერტიფიკატს, მხოლოდ ისინი მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. რა, არ არის ლოგიკურად გამართული, რომ ასე უფრო ხო? გეტყვის ახლა, რომ შენც დაგართმევენ ასე, რომ აი კი, მაგრამ გასაგებია, რომ ახლა შენ აკვირდები რაღაცებს, მაგრამ ჩვენ ზერელედ გვისმენ შენ და უფრო ყურადღებიანად უნდა გვისმენდე და ასე უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ და აირჩევ ერთადერთ და გააკეთებ ერთადერთ და სწორ არჩევანს, ხო? აი ამ დონის ლოგიკამდე ვართ მისული.
მე ვერ ხვდები ხოლმე რა საჭირო ან რატო შვებიან ამას ან დაახლოებით წარმომიდგენია რომ რაღაცა თქვა ზოგადი საფრთხეების წინააღმდეგ რომ რაღაცა წინასწარი პრევენციული ზომები მიიღო თუ ისე თუ ხო იყო ეხლა ანუ როგორ ჩვენებიან არ გახსნიან კი იქნება რიგი 10000 კაცი ჯერითი მაგდენიც ცოტა გაართულებ ჩაწერას იქა ცოტა გაართულებ ხმის მიცემას ზოგ ქვეყანაში სადაც 10000-ობით ქართველია საერთოდ არ გახსნი ხმის მიცემის პუნქტს უკრაინაში მაგალითად სადაც წირო არ მოგწემა ხმას და იქნება 5 პუნქტი უცხოეთში და არა აქტიური მნიშვნელობა ამიტომ რატო და როგორ არ ვიცი რა ვის თავში მოიხარშა ეგეც იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩემი ღმერთმენა არის რომ საქართველოს deep state-ი მართავს და გადაწყვეტილებები რომლებიც არის მიღებული არ ვიცი ხელოვნური ინტელექტი იღებს რაღაცა კაბალა ჯგუფის რომლებიც ხედან და ყოველ შემთხვევაში გამხმოვანებლები ვინც არიან ყოველთვის არ არიან მე ესეთი არგუმენტი შემხვდა რომ აი ეს მოლდოვის მაგალითი სადაც ნუ ეს როგორც წესი ეს ემიგრანტების იმას არჩევანს აქვს გადაწყვეტ ჩვენთან ხო არა იყო ახლა არჩევნები ჩვენთან არა ხო აი ესეთ შემხვდა სანამ შემოვიდოდი ჩვენი კოლეგის ის იყო ის ეხო კავკაზას რედაქტორის ის ანალიზი რომ ხო რაღაც იმას აგავს გაიგე იმიტომ რომ სადღაც 35000 ამომრჩეველმა ემიგრანტმა მიიღო წინა არჩევნებში მონაწილეობა და ნუ დიდმა უმრავლესობამ 2/3-მა დაუჭირა ოპოზიციას მესამედი იყო ქართული ოცნების ხო და იმას გავს რა ჰაერში ამ ფუჭგასროლას გავს ხო ეს ჩიტი ბრწყნად არღებს მაგრამ უყურე აქ თვითონ ის არის არჩევანი და ხო ყველა პროცესი არის ასე ვთქვათ ხელ პოლიტიკაში რაც ხდება იმის არის რა პოლიტიკური ნების ამბავი არის ცოტა ადამიანმა მიიღო ხო ახლა მილიონზე ასობით 1000 ადამიანზეა ლაპარაკი ემიგრანტზე ხო საარჩევნო ხმის იმიტომ რომ სრულწლოვნები არიან წასული აი პოლიტიკური ნება როგორი არის არჩევანი როგორი არის რა იმას აწვევი ასე ვთქვათ მიდგომას რომ ეს ტიპები გამორიცხო საერთოდ არჩევნებში არ მიაღებიო მონაწილეობა ან მაქსიმალურად ჩართო ხო რომ საქართველოს მოქალაქეა თან იცი რომ ქართველი 24 საათი იმუშავებს და ბოლოს მაინც შემოიხედავ სოციალურ ქსელში კი იმაში WhatsApp-ში იმაში საქართველოში რა ხდება ხო სული გული აქაა იგე და რომ ჩართო ეს ადამიანები ხო 35000-მა კი არა მიიღოს მონაწილეობა შემდეგ არჩევნებზე მიიღოს 235-მა მერე მიიღოს მილიონმა ხო და ნუ ესეთი ჩართულობა თუ იქნება დაბრუნების გზაც არის ეს ნიკო ამ დონის ჩართულობა თუ გექნება რომ არჩევნებს ელოდები და რაღაცა ხო ბოლოს იტყვი რომ მე ახლა უნდა უკვე იმდენი ხანი ვიცხოვრე რაღაც ქონებას დავაგრო ეს ნუ ჩავერთო პოლიტიკაში და უფრო აქტიურად და რაღაცა შეიძლება მომდეს კიდევაც აქეთ რატო არ მიდის რატო ცდილობს რომ საერთოდ ისაქნას ნიველება მოახდინოს ჯიმი იცი რატო იმიტომ რომ მეც ახლა ჩემთვის მეღიმებოდა ულაშებში რომ ჩვენ ისევ ხიბლში ვართ ანუ ისევ გვაქვს წარმოდგენა რომ საქართველოს არის მყიფე დემოკრატია თუ რაც კოჭლი დემოკრატია თუ უკუსლა და წინსვლა გვაქვს ეგ აღარა ვართ კაი ხარ რაც ქვეყანა არის რაც ყველა ვის პოლიტიკური პარტია იყო ზოგი აკრძალეს ზოგი დაიჭერეს მერე ვიღაცებს აღარ გამოუშვებენ და კიდევ ბევრი წლით ჩასვამენ თუ მოუნდებათ შენ დაგიჭერენ თუ მოუნდებათ სხვა ვიღაცას დაიჭერენ და თუ გადაწყვეტენ საერთოდ გააუქმებენ არჩევნებს ანუ ეგ აღარა ვართ ჩვენ ეგ დემოკრატიული ქვეყანა აღარა ვართ ან თუ კიდე ემიგრანტებს აღარ მიაცემინებენ და შეიძლება გადაწყვიტონ რომ იცი რა თბილისში ძალიან ახლოს ცხოვრობენ ერთმანეთთან და წადი რა შიშველ ბალახზე ფეხშიშველ არ გაგივლია კაი ხანი ვიღაცა ესეთი დაждდება და იტყვის რა შენ ეხლა იქ ვინო დაწურული ავტობაზე თუ არა ხარ ნამყოფი რატომ და ასფალტის ხმები რა გვინდა ხო იცი რა არის ზოგი ჭირი მარგებელი არის აი ლუკაშენკას ის მაინც აქვს ქარიზმა ხო იცი ეხლა ალბათ ნაკლებად მაგრამ ეს ულაშები რაღაც დადიო და რაღაცა ის იყო კაი ხმის განმავლობაში არა ქარიზმატულები მათემატიკა ვისაც უსწავლი აი ხო არის აი მაგალითად მინუს უსასრულობა ამ პლიუს უსასრულობა ყველა უსასრულობა ერთნაირი უსასრულობა არ არის რაღაც ერთი რიგით ან მეტით ის არის დიდი უსასრულობა არის ხო აი როგორ ჩანს ამ უსინდისობაშიც და სინდისიანობაშიც აქაც არის ეს ხარისხები ხო ლუკაშენკა ბერთან შედარებით პატიოსანი არის ის არ იმალება პასუხისგებლობა აქვს აღებული ყოველდღე ენახება ვიღაც ტიპებს აი თავის სიგიჟეებს აკეთებს და ვიღაც ტიპებს არაბრალებს ვიღაცებს არ ხსნის და ეს ამის ბრალია ის კორუფციაში იყო ის იყო აი ხო ხდები რასაც აკეთებს თვითონ აკეთებს ხო იმათ კოორდინატთა სისტემაში ჩემი მტერი მოხდა იმათ საზომებში მაგრამ იქაც კი ბოლო ტიპი არ არის მასზე უარესებს ვიცნობთ ჩვენ რომ ვიღაცებს ეპარებიან და რაღაც იმებს იმაშვებიან კი არის რისი თქმა მინდა ზოგი ჭირი მარგებელი არის აი ახლა აი ისეთი აშკარა არის ახლა რომ აი ეს პოლიტიკური კლასი ხელისუფლება ვინც გადაწყვეტილებას იღებს ისეთი უსამართლო არის ემიგრანტებთან მიმართებით ახლა რომ აი
ცხადზე ცხადი არის, აქ საკამათო არაფერი არ არის. აი სადა დედამიწა, ესე არის ამბავი, ხო? აი ცეცხლი და წყალი, აი ესეთი ის არის სიმკვეთრი არის განსხვავებაში. აი ამან უნდა გააჩენოს ერთი რომ აი საზოგადოების ყველა შრესთან, ყველა ფენასთან, ყველა ნაწილთან არის დაახლოებით ასეთი ამბავი. აი დაახლოებით ასეთი ამბავი არის. აკაც უკებს რომ ურახუნებენ თავში და ტყუილად იჭერენ და იქ ციხეებში ამწყობენ ცხრაშვილის დედას, ლექტორს, სტუდენტს, ბავშვს, იმას, ამას. იცი რა არის, ხო რაღაცები შეიძლება არ მოგწონდეს არავინ ვინც აქციებში იღებს მონაწილეობას, აი ყველა ზევიდან უყურებდა და თქვა რომ ისა 240,000 ლარი რო აქ კაც გადასახდელი ჯარიმებში გოტას. რა შეეწერებ? ანუ რამენაირად რამე სამართლიანობასთან ახლოს. აი მოსამართლე რო ქვია და მაგ გადასახდელი რუზი ხარ და ამბობ რა არ მევასებიან ეგენი, იმიტომ რომ ან ლევაკები არიან, ან ქუჩაში ცუდად დადიან, ან რაღაცა, მაგრამ 240,000 ლარი რატო აი შესაბამისობაში მოდის რამეში. რამდენი? დააცადე და შეიძლება 300-მდე აუყარე. ხო, 5 იქნება, იმიტომ რომ 5,000 ჯერ. და გოტაც მარტო არ არის, რამდენიმე ადამიანია, რომელსაც ეგრას 100,000-ზე მეტი აქვს ჯარიმა გადასახდელი და ხო, არა. ის რო თქვენ რა ტაქსისტებს რა ჯარიმები უნდა ჩამოვაწეროთ, იმიტომ რომ ბევრი ჯარიმაა და რაღაცა ერთი ტიპის ჯარიმები ყველა ერთად იყოს 100,000 ლარი თუ რაღაცა ორი აქციის მონაწილეს აქვს მაგდენი და გროვებით. ხო, აი ფეხბურთიდან დავიწყეთ ემიგრანტებზე ვილაპარაკეთ. ნებისმიერი სფერო რო ავიღოთ, ნებისმიერი სფერო რო ავიღოთ, დაახლოებით ასეთი ხიჩატეხილობა არის და რაღაც ხრილები არის საზოგადოების იმებს ნაწილებს შორის, ხო? აბსურდამდე მივედით, არ ვიცი ეს სადამდე გაგრძელდება, სადამდე მივაქვს. აი რაღაც თემაზე ლაპარაკი რო დაიწყო, ხო? აი ხელისუფლებასთან, აი რაღაც პრობლემით მიხვედი, ხო? როგორი რაღაცა არის, ნიკო, იცი? აი ისეთი ნარატივი აქვს შექმნილი და ისეთი აი პროპაგანდისტული ისა გარსი აქვს გაკეთებული, რომ ვერაფერზე ვერ დაილაპარაკებ, უბრალოდ კონკრეტულად ამ თემაზე, ხო? აი შემოვა უცბად deep state-ი, ომში ჩართვა, აგენტები და ასე შემდეგ. აი ნებისმიერ ამბავზე რომ მიხვიდი, აი ჩემთან მაგ კანალიზაციის მილი გასკდა და როდემდე შეიძლება, აი გეტყვიან, აი ის რო იყო ეს ნაციონალების ის ცნობილი ის რო არის ვირუსულად გავრცელებული ვიდეო ბახში რომ მიდის და ის ღამის ის კანალიზაცია რო არა აქვს და იმაში სათლი თუ ვედროებში რო იმაშვებიან ბავშვებს ასაქმებიებენ და ეს მოგზავნილი ხარ რომ ვიღაცის ინტერესი არის პოლიტიკოს. აი ეგრე არის ყველაფერს მოაბავენ. აი ახლა კალაძის კომენტარი ამ ფეხბურთელებზე შემხვდა რომ ვისაც მშვიდობა უნდა და ვისაც ფეხბურთზე ამბობს და ვისაც მშვიდობა უნდა ყველა გიჭერთ. აი რამის ესეთი ტექსტი მოიტანა რომ თავარია რომ ესე იგი მინდორის ფეხბურთის მოედნები არ არის დანაღმული, იქ რაღაც ტანკები არ დადიან და ჩვენი ისა ძელი არ ფეთქდება და რაღაც ეგეთი. აი აბსურდამდე მივდივართ. ვით უმეტეს რომ მეოცა მე ამბობენ რომ ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის უსამშობლო არის და ნაციონალია, მათ შორის ის ხალხი რომელსაც უემსახურებოდი რაღაც ხნის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილისთვის ნაცი ჯერ არ დაუძახიათ, მაგრამ რა შორს არიან მანდედან თუ რა და გახარია მაგათი პრემიერი იყო და ეხლა ციხეში უნდა ჩასვან იმის გამო რისთვისაც დააწინაურეს წინაზე ვილაპარაკეთ და აი ესე ერთი წამით არ დამუხრუჭდებიან მაგათ ხარდამჭერებ მე გამოვლენ რომ ეს ყობახიძე როგორ რომელი იყო ყობახიძემდე ვინც შენარჩუნდა აქამდე და მოვიდა და იქ არის დარჩენილი მხოლოდ ის ხალხი ვისაც სრულიად ის აღარ აქვს არანაირი ძარღვი ხო ანუ აღარ ვთქვი რომ გუშინ ერთს ამბობდა ხვალ მეორეს და უბრალოდ არ შეტოყდება და ზუსტად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ემიგრანტობა იყო თავარი, ასე ვთქვათ, ისა კოზირი რა, ოპოზიციის და რომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და სამშობლოს სიყვარული და აი ის ძველი 100 წლის წინანდელი ქართული და რაღაც ეს და აი ეს ყველაფერი უცბად ძალიან მოკლე დროში აღმოჩნდა თურმე ისა შენი პასივი ნეგატივი და ამას უნდა გაუმკლავდე რაღაცნაირად. ამა და ზეგ თუ იტყვიან კიდე სხვანაირად გადაეწყობიან მე იმიტომ რომ ეგრე არის კიდე იცი რა არის ეს რო სერიოზული პრობლემა არის და საზოგადოების პრობლემა არის და არა რაღაც სპორტის ცალკეული სახეობის კომაგების ჩანს იმაზე როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს საქართველოში ტრიბუნები არ ივსება აი როგორ შეიძლება შენი გუნდი ეროვნული ნაკრები თამაშობდეს და ტრიბუნები არ იყოს აი იმიტომ არ ივსება ნიკო რაღაცნაირად ხიჩატეხილობა რა ღირს ბილეთს
არა მგონია ეგ ფასის ამბავი იყო, იმიტომ ნატვილისა ყანუ მე მახსოვს რომ ის იყო რიგში უნდა მდგარიყავი და ხო რაღაცა და აღარ არის ეგ ამბავი და ახლა არის ისა ბონუსები იყიდე 2 და 2 ისე მიიღე და ის და მაინც შეხედავ და სამარცხვინო цаრიელი ხო ვიყიდო შემდეგზე რა ვიცი იქნება ამდენი აქვს წაგებული და ეხლა შავი დაჭდეს მე გამომყვა ეს რაგბისტების თამაშიდანაც ხო რაგბის ნაკრებსაც ხო აი ყველა ესეთი მნიშვნელოვანი სპორტული სახეობის ფედერაციის თავში დგას მართველი პარტიის ისა შენ უგარავ მაგას და პოლიტიკას ნუგარავ ერთმანეთში კიდე კომენტარები წავიკითხო რა საკვირველია აჰა ოკეი ესე იგი ჯუბა შეგი ხო ოჩახ ჯიმი ძალიან მაგარი სტუმრები მოყავს ბოლო ორი გადაცემა მადლობა რა და სტუმრების არჩევა ვიცი ხო და 8 უზულმა წინაზე მოდი დანახევა ხსენე იძიის მატრიალოსული ფილმი მაგ ფილმს გეკითხებოდი მე თავიდან ეგრე არიწყებენ მიწას რო თხრიან და იარაღს პოულობენ ხო ეგრე იწყებ ბავშვები კლიმოვის ფილმი მგონი ბელარუსულ რუსული არის თუ რაღაცა ბელარუსი ხდება მოქმედება თუ საბჭოთა რა ისა ალეს ადამოვიჩი სცენარის ავტორი ვინც არის ეგ არის ძალიან დიდი აი ვასილ ბიკოვი ეგ ალეს ადამოვიჩი არიან ძალიან დიდი ბელარუსი მწერლები აი სვეტლანა ალექსიევიჩი რასაც წერს და გადასარევად წერს არის აი იმის ალესის ისა სკოლის ასე ვთქვათ გამგრძელებელი იმას უფრო ეკუთვნება ნობელის პრემია იმიტომ რაღაცნაირად ამ ჟანრის თითქოს შემქმნელი არის დოკუმენტური მასალით რო აი ინტერვიუებით და იმებით რაღაც აი მხატვრულ დოკუმენტურ რაღაც სივრცეს და იმას ქნენი. ხო და მე როგორც ჩავხედე, მაინც აკრძალული მე მგონი არ ყოფილა, მაგრამ არც ხო. ეხა უყურებდი ზუსტად. ეხა არის ძალიან მოდაში, ანუ სულ მიმები მხვდება მაგაზე რომ რაღაც სახიობზე ამ პაუზა. ძალიან ვიცი რა არის მე რო ვფიქრობდი ახლა ხო რაღაცნაირი უცნაური სიუჟეტი აქვს და უცნაური კადრები არის და ისა რაღაც ესე იგი აი ამ მეორე მსოფლიო ომის ეს სიგიჟეები გამოვლენ ბელარუსში და უკრაინაში რაცაა გაკეთებული სისხლიანი მიწები რო დავესხოთ თიმოთე წარმოუდგენელი აი თითქოს რაღაც კოშმარული სიზმარი არის აი ბავშვის კოშმარული სიზმარი იმიტომ რომ ხო ეს ნაგლეჯებივით არის რა ესეთი წყობრი სიუჟეტი და ის არ არის ხო რაღაც ეგეთი ისინი არის სიგიჟეები ხო ო ეგ აი კოშმარული სიზმარი ხან კაი ახლა მაგეთ ფილმების ნახვა იმიტომ რომ ერთია რომ კაი ფილმია და გულს გადააყოლებ და მე ვფიქრობ ხოლმე რომ ის შეიძლება ცუდად ავარ მაგრამ ჰოლოდომარი მაინც ხო არ ხდება ჩემს გარშემო ლენინგრადის ბლოკადაში უფრო ცუდად იყვნენ ან რაღაც აღამ ახმადხანი რო იყო ჩემ actually is ხოლმე არა მაგრამ ნუ ხო იმას აქვს არა ზოშენკოს მგონი ზოშენკოს აქვს ეგა რომ თუ სხვას აღარ მახსოვს თავს რო იმშვიდებ რა რომ აი ცოლმა თუ გიღალა და ახლა ნუ მოიკლავ თავს ხო შეეძლო სამშობლოსთვის ეღალა და აი ხიჭვი თუ თითში შეგეძო არაფერი კაცო თვა შეიძლება თვალში შეგჭობოდა და რაღაც ეგეთია რა ყოველთვის მოძებნი რაღაც უფრო უარეს და დიდ უბედურებას ეგ არის ლალი ბერძებს წერს რომ ნიკო არ ხსქონია ყველი არ დაუტოვე ჯიმისო საქმეში კიდე იყო ყველი იქ და რამდენი მენაჯერი იყო და დაუტოვე იმიტომ რომ ჯიმის ერიდება ხოლმე კამერასთან ჭამა სმაც კი ხანდახან ყავა აქვს დასხმული და არ სვამს ვიდი არ მორჩება და უცივდება და მე წინ რომ მიდევს რაღაცა იმას ვჭამ ხოლმე ხო ინვეიდერი წერს ამ ჯიმშერას რო კითხო მიშისტი არ არის ხო 7 ნოემბერს არ ყოფილა თურმე თუი ესე გააკეთა ანუ წავიკითხეთ მისი ხო მოკლედ აი რაც ეგან თქვი ხო ის სიტყვაზე აი ყურე 5 თითი გვაქვს ხო და ყველა თითი არის მაგრამ ყველა თითს ხო არ აქვს ერთი და იგივე ფუნქცია და ტონფარდი ხო არ არის წერა თითი საჩვენებელი ნეკა თითი აი ძალიან მარტივად შეიძლება მე არ დამეზარა და ჩვენ საიტზე დავსერჩე ხო და მე დავგუგლე ძალიან მარტივად შეიძლება სტატისტიკურად ხო რამდენი ადამიანი დასახიჭრდა რამდენი ხანი გრძელდებოდა დარბევა ვინ მიიღო ესე როგორი ჭრილობა ნაფლეთი ასე ისე მოწამლა ხო შეადარე ყველაფერი შედარებითია მე ხო არ ვამბობ რომ ის არ იყო დარბევა და ის ესეთი ტაში იყო დასაკრავი ისეთი ის იყო ოპერაცია სპეცოპერაცია ხო ისიც ის იყო კატასტროფა ესეც კატასტროფა იყო მაგრამ ეს ბევრად უარესი კატასტროფა იყო რაზეც უბრალოდ სტატისტიკა მეტყველებს და სისხლის სამართლის საქმეები და ისა მიღებული სხეულის დაზიანებების აღწერა ძალიან მარტივია რა ხანი გავიდა ხო ან მაგის დაწერას დაგეწერა რომ იმ დროს ამდენი ადამიანი დაზიანდა ამ დროს თვალი ამდენმა დაკარგა ნაფლეთი ჭრილობა მიიღო ამდენი ჟურნალისტი და ასე შემდეგ თორე იმას კი არ ვამბობ რომ ის ხო თორე მიძახი მიშისტი
user dominion წერს კარგები ხართ სიამოვნებს თქვენი მოსმენა 90-იანების რადიო თავისუფლებიდან მოყოლებულიო ზენიტით გადაღებული კარგი ფოტოების გაცოცხლება ნამდვილად ღირს როგორ შეიძლება ამოძრავებული ძველი ფოტოები არ გაინტერესებდეს მან რაღაც სხვა თემაა თავისი წინაპრების არ ევასებათო ყველი და დედას პური კაიაო კაი ყველი იყო მართლაც და პურიც კარგი იყო ესე იგი გურამკმა წაიკითხა შენი თარგმნილი პიკნიკი გზის პირას და ძალიან მოეწონა თავიდან თითქოს მერტულა მე წყალივით წავიდა. ხო, მან ეგ ტექსტი ეგეთი არის, არაერთგვაროვანი ტექსტი არის. იქ მთელი სირთულე მაგაში არის, რომ იქ ხან იყენებს რაღაც სამეცნიერო ტერმინოლოგიას, ხან რუსულ ბლატნოი ჟარგონს, ხან საერთოდ გამოგონილი ენა აქვს რაღაც ისინი ტერმინები და ის და ნუ მთელი სირთულე ეგ არის, ხო. ანა კალატოზი ჩემი 31 წლიანი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს დავქრინჯულ ვარ ესე როგორც ამ ფოტოების გაცოცხლებამ დამქრინჯა მართლა თვალებს ვითხედი ფიჩი ყველას მკვდარი ბაბუა რომ მიცინოდაო თამარ ნიკოლაძე წერს რომ Spycraft-ის პირველ სერიაშია თუ არ ვწდები ჩინეთის სოციალურ სისტემაზე ქულებს როგორ ანიჭებენო მას მე წავიკითხე და ვნახე რომ უფრო მომზადილი მოვალ და უკეთესად დაგუგლული შემდეგ ჯერზე მაგრამ ჩინეთის სოციალური კრედიტის სისტემის არსებობა ცოტა გადაჭარბებული, ანუ არის რაღაცა რამდენიმე აქვს, მაგრამ ესე ერთიანი სისტემა არ არსებობს და ძირითადად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ არის ფინანსური სისტემა, არის რომ ბანკში რამდენი გადაგის და რაღაცა და არის მთელი რიგი სოფლები, სადაც ჩინეთში ხეზოგი სოფელი არის, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს რეგიონზე რომელიმეზე, სადაც არ არის ეგ სისტემა კარგად აწყობილი და იქ იყო იდეა, რომ სოციალური კრედიტით ჩაენაცვლებინათ და ზოგან საპილოტო პროგრამა იყო გაშვებული, ზოგან დამთავრდა, ზოგან არა, მოკლედ არც ფლათისი არ არის, როგორც ამბობენ რომ თლიანად სოციალური კრედიტი ემაშება განსაზღვრავს ყველაფერს. ჩინურ სოფლებზე და იმის ჩინურ დემოგრაფიაზე ლაპარაკისა სულ მახსენდება ეს ჩვენი მეგობრის ეს შოთა იათაშვილის მონაწილეობა, რომელიღაც ხალხების ენის გადარჩენის პროგრამაში თარგმნიდა, გონი ესეთი ხალხი არის ი და იმათ ენაზე უნდა ეთარგმნა იმათი იმ პროვინციის გუბერნატორის რომელიც პოეტი არის ლექსები და რო ვკითხე ამ პროვინციაში ამ ხალხის რაოდენობა რამდენი არის გადაშენების პირას რო არის და ენა გაქრობის პირას 8 მილიონიო შოთა და გავიცინეთ სალამი და წარმატებები ჯიმის და ნიკოს ყველა მიმართულებით ნიკოსთან მაქვს შეკითხვა როგორც უდიდეს მელომანთან არა ვარ უდიდეს მელომანი მადლობა ვახო ბაბუნაშვილის ისევ მოთხოვა სანაპიროზე მგონის შემსრულებელს სწორად ვერ წერ ვერ ვიპოვე ინტერნეტ სივრცეში და იქნება მაპონინო შემსრულებელს წერა არასწორად იმიტომ რომ ვახო ბაბუნაშვილი მეგობარია ჩემი ბევრი სიმღერა აქვს შესრულებული და მე მგონი ქართულად არც ერთი არ არის ან ინგლისურენოვანი სიმღერებია ასე რომ ვიღაც სხვისი არის ესა და არ ვიცი ან მოკლედ არ მაქვს პასუხი. მოვიძიებ მაინც. ეხლა წავიკითხე პირველად, ანუ არ მქონდა წაკითხული ეს კომენტარი. ლიკო 95-40 ნიკო ანტონოვკა მახინჯი არაო. ანუ ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს. როგორ არის ისა ეხლა კიდევ მეორე საბი ვუბი თუ იაპონური ის რო არის რომ ლაბუბუ? არა, ლაბუბუ არა. კონცეფცია არის ესეთი რომ სწორედ ნაკლოვანებებში უნდა ეძიოს სილამაზე და ოქროთი რო აწებებენ ხოლმე თემშებს და რაღაცა მაგაგებით ნამდვილად შეიძლება ანტონოვკაში სილამაზე დავინახოთ და შეიძლება ბევრი გრენის სმიტზე უკეთესი იყოს ეს ძალიან მწვანე მრგვალი ხასხასა დამატება მადლობა სულ ხარ და მართალი ხარ არ არის მახინჯი ანტონოვკა არა და როგორც ვახს არაფერი დაეწუნება ახლა და რელიეფი შეიძლება დედამიწაც არ არის იდეალურად გლუვი მაგრამ გვიყვარს ხო თამარ ჩავლიშვილმა ასეთივე კითხვა მაქვს ნიკოსთანოთ მოისმინეთ თუ არა როზალიას ახალი ალბომი ლუქსიო რომელსაც საქართველოში ძალიან კონტროვერსიული განხილვა მოყვა რაზე მოყვა კონტროვერსიული არ ვიცი ანუ ეს სინგლი მოვისმინეთ და ძალიან მომეწონა ბერქაინი თავიდან ბოლომდე ალბომს არ არის საჩემო მაგრამ დავაფასე ერთი ორჯერ მოვისმინე და მეთქი ჩემას აქში რომ მოდიხარ მე ახლა ისე ახალ მუსიკას ისე კარგად ვერ უსმენ Seine Blut ist meine Blut seine Wurst ist meine Wurst seine Liebe meine Liebe la 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 ნიკო რადგანაც ეს მუსიკაზე შეყევი უყურე ვაქოს იმ კაჩაროვთან არა და ის ამაკასთან დალაიქებული მაქ ხა და უნდა უყურო კაია ძალიან და ბიჭო აი რა უღმერთოთ ნიჭიერი ტიპი რა ძალიან და აი რაღაცნაირი ის აქვს აი უპრეტენზიო ნიჭიერი არის თან აი არა წუხებს არა ხო და არა მაგარი აი ყველაფერი გამოსდის და აი ავთენტურად გამოსდის აი მისია და
ძალიან მოხიბლული ვარ. და ზმუკში ძმებს კი. ზმუკში ზმუკი ხო რა. შენ გახსენე პოდკასტიც, ხო? პირველი სტუმარი მე ვიყავი კი. იმიტომ რომ რავი ახლა ძმები რა რო არ დაეძახ ხა გახსნაზე არ იყო და პირველზე და მეორეზე, მაგრამ ახლა რაღაცხანი რო არ დაეძახებინათ ვიტყოდი რომ ნიკაბა ხო what the fuck რა Позови меня с собой. Я приду с Козлена. ხო, დავამთავროთ ნიკო? ხო, და აი ჩვენს ემიგრანტ ძმებს და დებს ხო შემოგვეხმიანონ. ჩვენ შეგვახსენონ თავი და ვიღაც ტიპებსაც, ვისაც თვალში ეპატარავებიან, იმათაც შეახსენონ თავიანთი არსებობა და ხო, როგორც ჩანს, აი მაინც აი მთელი ეს ხიბლი დასავლეთის და იმის ის არის, რომ იქ თავისუფალი ადამიანები არიან და ამ პროპაგანდით და იმით არ ბოლდებიან და ვიღაცისთვის ბევრი არიან თუ ცოტანი არიან პრობლემა არიან და ჩვენ თქვენთან ვართ და უთხარი შენც რამე. მე მომწონს რა ჯიმის ძალიან ბევრი ნიჭი აქვს, ბევრი რაღაცა შეუძლია გადასვლების დიდოს და დასრულება არ შეუძლია. ეხლა უნდა იმუშაო მაგაზე, უნდა ისწავლო. კარგად იყავით.